სამხატვრო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას აქტიური 2000 წელს ჩაატარა საქართველოში. მას ორგანიზაცია Bridge International-ი ხობს მის განხორციელებას, მის ფინანსურ მხარდაჭერას, USAID. პროგრამას ხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანია სამხატვრო განათლების ხარისხის და დონის ამაღლება და ის რომ ახალგაზრდობა შეიძინონ ნარჩვები, რომლებიც ეხმარებათ მომავალში დემოკრატიული სახელმწიფოს შენობაში. ჩვენ ვართ ათგენის სამხატვრო კლუბი, საკმაოდ აქტიურად მუშაობთ დაარსების დღიდან. განახორციელეთ მიზანი გეგმა, მოვყვეთ გრანტების კონკურსში, როგორც იცით, დავასუფთავეთ და მოვაწყვეთ პარკი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურად მუშაობთ. ეხლა უშუალოდ კითხვებზე გადავალ. თქვენ თვითონ რამდენად იყავით აქტიური მონაწილე, აქტიური მოსწავლე და რამდენად იყავით მონაწილეობას დემოკრატიული სახელმწიფოს შენობაში, როგორც დღეს ჩვენ? ასეთი აქტიური ჩვენ არ ყოფილიყავით, იმიტომ რომ არ იყო ასეთი სიტუაცია, ხელშეწყობა ასეთი 93-16-ში დავამთავრე. არ ყოფილა ასეთი პროგრამები, პროექტები, გრანტები. რა პროფესიის ბრძანდებით და რა განაპირობა თქვენი პროფესია? მე ვარ მეწყევი ინჟინერი. რატო გადაწყვიტეთ ეს პროფესია? რა ვიცი, ალბათ მამა ჩემი მეწყევი ინჟინერი იყო და ალბათ ამან განაპირობა ოჯახში. რას ვთქვით ჩვენზე, სამხატვრო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაზე თვითონ, ჩვენ სამხატვრო კლუბზე? მე ძალიან გამეხადა ასეთი კლუბი არსებობს ადიგენში, ასეთი აქტიურად მონაწილეობთ ადიგენის აღშენებლობაში, პარკის განახლებაში, პარკის მოგლაში. და მადლობა გადაგიხადოთ მუნიციპალიტეტის სახელით. თქვენ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის. ზოგადად ათგენის ახალ პროექტებზე გვესაუბრეთ, რა იცვლება, რა კეთდება, როგორია მდგომარეობა? როგორც ვთქვი, საქართველოში ადიგენში მიდის აღშენებლობა, კეთდება გზები, კეთდება საწყარო სისტემები, წყლები. ის რასტრუქტურა საერთოდ ზოგადად. რაიონის ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დღემდე გადაუჭრელია? ასეთი პრობლემა მე ვიტყოდი იყო მოძველებული საავადმყოფო ქუნა, რომელიც ერთ თვეში ალბათ დამთავრდება და სრულდება და შეუწყება ფუნქციონირებას. პრობლემა არის სასმელი წყლები, რომელიც ჯერჯერობით კიდევ გადაუჭრელია სიმხრივ არ არის სუფთა და სასმელად ვარგისი მაინც. ეს გადავჭათ ეს პრობლემები. ესე თქვენი გამგებლობის პერიოდში გეგმება თუ არა ან პარკის განახლება, რომელსაც დღეს ჩვენ მუშაობთ, რომელსაც წესრიგებთ, ან გეგმავთ თუ არა რამის ისეთი ადგილი შექმნას, რაც ჩვენთვის ახალგაზრდებისათვის მიზიდული იქნება დასასვენებლად, უბრალოდ შესაგებად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არ არსებობს დღესდღეობით ესეთი რამე ადგილში. ხო, არ არსებობს, მაგრამ ადიგენში გვაქვს მაგალითად მინისტრატიული ნიადაგის გაკეთებული, სადაც შეიძლება ახალგაზრდები ითამაშონ გაერთიანოს. არ თქმა უნდა გავაკეთებთ სასწავლებლით, მაგრამ რაღაცის გამო ხელი შეგვეშალა, მომავალში ალბათ გავაკეთებთ. კარგი, მოდი ჩვენთან თანამშრომლობთ განხორციელდება ეს და მოგეხმარებით. ყველაზე აქტუალური პრობლემა გვაჩნია რაიონში არის ჩვენ სამხატვრო მიჩნეულ ყველაზე აქტუალური პრობლემა არის დასუფთავება. დასუფთავების პრობლემა ჩვენი პროექტის მიზანიც ეს იყო, რომ დასუფთავებიდან მივიდება ტერიტორია ცენტრის მხოლოდ ამ ცენტრის შემოიფარება და არ იყო მასშტაბური ჩვენი პროექტი. როგორ შეგიძლიათ დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში? იქნება ერთიანი წამი მოვხატოთ, რომ არ არსებობს თანაბროულები, რომლებიც კი არის ფორმალური თანაბროულები, მაგრამ რატომღაც სულ სავსეა არ თუ დავეხმარებით, ერთად რომ გავაკეთოთ, იმას რომ სულ არ გადაიჭრა, მაგრამ ერთად რომ მოვახმაროთ. ჩვენ უნდა გავიხორციელებდეთ ეს პროგრამა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად უნდა გვეყიდა ურნები, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა ეს პროექტი ჩაგვეშალა ასე ვთქვათ, მაგრამ წელს ჩვენ მაინც წლის ბოლოდან დასაწყისში გეგმავთ. დავამატოთ ურნები, რომ ნაკლებია ურნები, რა თქმა უნდა, ადიგენში თვითონ სადგურიც არ აქვს. დავამატოთ ურნებს აუცილებლად და სავსე არ იქნება, იმიტომ კვირაში ერთხელ გადის ნაგავი და ურნების ნაკლებობას რო არის, მალე ისედა. ეს პრობლემა მომავლიდან აღარ იქნება, რაღაც. ძალიან კარგი. რამდენად გამგეობა ახალგაზრდების პრობლემებით დაინტერესებული, რამდენად გეგმავთ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და როგორ დაგვეხმარებით თუნდაც ნებისმიერი ღონისძიების პროექტის განხორციელებაში მომავალში?
არის ვინც მოდი ჩვენთან და თხოვს დახმარებას, ყველას ვეხმარებთ აბსოლუტურად, ჯერ არავინ არ მოსწონდა, უარით გაგვიშვადა. ალბათ ვინც მოინდომებს რაღაცა გააკეთოს, გავიხმარებთ. კი, ნამდვილად ეხლაც მინაწმინდის ბავშვთასაც უბრალოდ გადაწყვეტს სტუმრობა. თქვენ მოგმართეთ და ვიჩიტოთ დაგვეხმარებით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, ინიციატივა მოდის ჩვენგან და თქვენ დავეხმაროთ. და ბოლოს გვესაუბრეთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, რაც აზიკენს უკავშირდება, რას გეგმავთ უნდა განახორციელოთ, თუნდაც ჩვენთან იმართებაში, თუნდაც რაიონთან იმართებაში, პირველ რიგში რომელი ორგანიზების გატარებას გიგებთ ამ პრობლემების გადაჭრას. როგორც აღნიშნე, მე მინდა გეკითხოთ რაიონის პრობლემებზე. რა გეგმავთ მომავალში გეგმავთ იმ სოფლებში სასმელი წყლის მიყვანას, სადაც არ არის სოფლი უბანი, უბნებში, სადაც სასმელი წყალი არ არის. სასმელი წყალს მივიყვანთ, ასფალტს დავაგებთ, ზოგიერთ სოფელში გავანათებთ, განათებით. წელიწადში ეს რა გეგმით. მომავალში გაზაფხულზე კიდე რაღაც ახალი პროექტები კიდე გვექნება. სულ ეს იყო დიდი მადლობა.